თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დროებით დევნილებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო გამოკვლევები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. აქციის ფარგლებში ბენეფიციარებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტების კონსულტაცია ჩაუტარდა და ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. ღონისძიების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მანონა გეჯუა და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს გასვლით ღონისძიებებს საქართველოს მთელი მასშტაბით, დღეს ვიმყოფებით თეთრი წყაროს რეგიონში. ჩამოყვანილი ყავს კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ენდოკრინოლოგი. ვუტარებთ ასევე ეხოსკოპიურ გამოკვლევებს და ექიმის დანიშნულების შესაბამისად ყველა მათგანს გადაეცემა მედიკამენტი. რადიოლოგი ვარ და ეხოსკოპიებს ვაკეთებდი, გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა საკმაოდ პრობლემური პაციენტების და განვახორციელოთ შემდგომი ტაქტიკად დავგეგმოთ რეფერალი ამ პაციენტების სამედიცინო კლინიკებში. ყველა გამოკვლევა წნევის, ფეხის, გულის, კუჭის კმაყოფილი ვარ, ისეთი კაი წამლები გამომეწერეს, რომ დამეყუჩდება ტკივილით.